პირველ რიგში მე როგორც რახან პოლიტიკოსად მომიხსენიეთ მაინც ჯულტად. არ უნდა მომიხსენიებინე. არა, კი, მაგრამ უბრალოდ აღარ ვარ ასე აქტიურად. ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, აი ვისაც მხნეობა ვუსურვეთ, შედარებით არც ისე დიდი ხნის წინ და სულ ახალი პატიმრები და სინდისის პატიმრები აუცილებლად ალბათ ამ სიას ალბათ კი არა ნამდვილად უნდა დაემატოს ბევრად ადრე დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე პოლიტპატიმარია. ერთი წამით გაგაწყვეტინებთ, უბრალოდ მე დავაკონკრეტებ, რომ ამან კითხვები არ გამოიწვიოს. მე ვსაუბრობ აი ამ პროტესტისას დაჭერილ პოლიტიკოსებსა და ადამიანებზე და ან თვითონ სააკაშვილს ან ვინმე სხვას არ გაუჩნდეს ასეთი განცდა, რომ მის სახელს და გვარს რატომ არ ვგია. უბრალოდ ეს იმდენად წყალგამყოფი გახდა რაღაც სიტუაციებში და იმდენი შეცდომა დაგვაშვებინა ამან და იმდენად ვერ მივხვდით ჩვენ რომ საერთოდ არა აქვს ახლა მნიშვნელობა ვის ვინ მოწონს, არ მოწონს და ადამიანი ობიექტური უნდა იყოს, ობიექტური როცა რაღაცას აფასებ, რომ მხოლოდ ამის გამო თორე გასაგებია, რომ ახლა ამ შემთხვევაში ამ პროტესტის დაზარალებულებზე გვაქვს საუბარი. ეს ერთი, მეორეც ეს ერთი ხა სად ვართ, ეს რომ ვთქვა, რავს Facebook-ში უფრო თავისუფლად დავწერ, სადაც ვართ. ტელევიზიას არ მინდა რომ პრობლემები შეუქმნა. სინამდვილეში სადაც ვართ, მე მგონი ყველას ერთი სიტყვა გვაქვს თავში ამ შემთხვევაში. მაგონებს თუ არა ეს დრო ეხა გარეთ სანამ შემოვიდოდით, ამაზე ვსაუბრობდით. მაგონებს თუ არა ეს დრო ან ალბედით 90-იანებს, ან არ მაგონებს, იმიტომ რომ ჩემს მეხსიერებაში სანამ რაც მე ცოცხალი ვარ და ვიცი რაც ხდება ამ ქვეყანაში, ასეთი რამე არ მახსოვს, მაგრამ ისტორიულად დიდი ალბათობით ეს ძალიან უნდა გავდეს ნეპის პერიოდს. ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს, როცა ყალიბდებოდა ახალი იმპერია. ჩვენ ახლა ვართ რაღაცა ახალი მონსტრის შექმნის სადღაც აი ძირში. და აი ამ ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლების წყალობით ვიჭყლიტებით როგორც ქვეყანა. აქ არ არის კონკრეტულ ადამიანებზე მარტო ლაპარაკი. ალბათ კიდე მოგვეცემა ახლა ასე საუბარში ჩართვის საშუალება, მე უბრალოდ ახლა ძალიან დიდი ხანია არც ტელევიზიით გამოსულ ვარ, Facebook პოსტებიც ძალიან გავაიშვიათე, არა მარტო იმიტომ რომ დრო არ მაქვს ფიზიკურად ამისი, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი თავიც მომბეზრდა ამდენი ერთი და იგივეს ლაპარაკით. აი უკვე ის თითქოს ის დრო დადგა ინგა, როდესაც სიტყვებით ვეღარაფერს ვეღარ ვამბობთ და როცა სიტყვები ზედმეტია, მაშინ სხვა რამის დრო დგება, ანუ მოქმედების დრო და ეს მოქმედება ვერ შედგება, თუ არ იქნება ერთობა. ამ ერთობაზე ყველა ცალ-ცალკე ძალიან ლამაზი სიტყვებით ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, ჩამოგვიგდებს ივანიშვილი იქნება ეს თუ ამ ხოცხროვის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი რაღაცა პატარა ნაღმს და მერე თვითონ ჩერდებიან და ჩვენ თვითონ ხოცავთ ერთმანეთს. ვიმეორებ, ძალიან ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა ვინც ვეთანხმებით და ვინც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ერთ რამეში თუ არ შევთანხმდით, რომ ერთი მტერი გვყავს და დანარჩენი ყველაფერი დროებით მაინც უნდა დავივიწყოთ. მე მახსოვს ნიკა მოსიაშვილის პოსტი. გირჩელი ნიკა, ვიცით ყველამ, წარაჩვეულებრივი ბიჭი. 2 თუ 3 წლის წინანდელი. იმდენს იძახით, ამის გვერდით არ დავდგები, იმის გვერდით არ დავდგები, მე იმათთან ერთად ჯდომა მოგიწევთო. აი, რაღაცა აი ამ თან გვეცინება, მაგრამ თან აი ხო გეუბნებით ერთის მხრივ თითქოს უნდა ვძლიერდებოდეთ ინგა ხო ეხა პოლიტპატიმარი რო ყავს ქვეყანას იმის წინააღმდეგობის მოძრაობა ანუ პირიქით უნდა გაძლიერდეს ანუ რა შემთხვევაშია პოლიტპატიმრები და პოლიტპატიმრების სიმრავლე
ზოგადად ხელისუფლების და ჩვენ შემთხვევაში თვითმარქვია ხელისუფლების მინუსი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ეს გვაძლიერებს და არა გვასუსტებს, ან გვადუმებს, ან გვაშინებს. ყველაფერი ეხა დამოკიდებულია გარდა იმისა, ციხეში ვინც არიან იმათგანაც და ჩვენგანაც იმაზე, რომ შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს ვანებებთ თავს და ერთი მიმართულებით მივდივართ ყველა, ვთანხმდებით საერთო მტერზე, გარეთაც და შიგნითაც, ეს ერთი და იგივეა და მეორედ დამოკიდებული ვართ იმაზე, ქოცებზე არ არის ახლა ლაპარაკი, მე ვფიქრობ, რომ დღეს ვინც ვერ ხვდება, ან არ ხვდება რა ხდება ქვეყანაში, იმათ არაფერი აღარ ეშველებათ. იმიტომ კი არა, რომ ხელის ჩაქნევა მინდა იმ ადამიანებზე. ნუ ხა, აი დღევანდელ დღეს ვინც ტაშ დაუკრავს რატიანის პატიმრობას, მამუკა ხაზარაძის დაპატიმრებას, ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებას, ბადრი ჯაფარიძის, ყველა ხა აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა. ასევე ძალიან დიდი შეცდომა იყო სიხარული მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო. უდიდესი შეცდომა იყო, იმიტომ რომ ტვინი უნდა დააყოლო რაღაცას, თუ ემოციას ვერ მართავ, ხო? მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეხლა მთავარი ის არის, იმ ნაწილს თავი დავანებოთ, ვინც ვერ მიხვდა. მე 2-3 კოცი შემონახული მყავს Facebook-ში, რომ მაინც მეტნაკლებად ვიცოდე რა ხდება და კატასტროფა ხდება, ინგა, ისეთებს წერენ და არა მარტო ტროლები, რეალური დამლაიქებელი. უხარიათ ამას. ბავშვების დაპატიმრებაზე, ცემაზე, ტყეპაზე, ქალებზე, რომლებსაც აპატრიები, ნუ ისეთ რაღაცეებს წერენ, რომ აი იძულებული ვარ, რომ აუარო გვერდენ, რამდენი ხანი მეყოფა ნერვები და არ წავშლი მათ, არ ვიცი, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ჩემ თავსაც ვავარჯიშებ. მე ჩვენ მხარეზე მაქვს ლაპარაკი. ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, ჩვენ მხარეზე ეხლა რომ სამნაწილად არის გაყოფილი საზოგადოება, ანუ არაქოცურ მხარეზე, ესე ვთქვათ, ჩვენ მხარეს მაინც ვერ დავარქმევ ამას მე ჯერ. ეს არის მდუმარე საზოგადოება, რომელიც ხვდება რაც ხდება, მაგრამ დუმს. ეს არის შეშინებული საზოგადოება, რომელიც ნაწილი უკვე წასვლას აპირებს. კი ბატონო. წასვლაზე ფიქრობს, ან ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ეხა მუხტი როგორ მოძრაობს პროტესტის მუხტი და მესამე ეს არის გაბრაზებული. თუ გაბრაზებული ადამიანების რაოდენობა არ იქნება გადამწყვეტად დიდი უმრავლესობა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ მაინც არ უნდა გავჩერდეთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გაბრაზებულების რიცხვი გაიზარდოს და ჩვენ ქვეყანაში შენ ხარ პასუხისმგებელი არ მუშაობს. ვინმე ნახეთ პასუხნაგები, აი ვისაც ვეუბნებით, რომ პასუხისმგებელი ხარ ჯერჯერობით, იმ ადამიანსაც იგივე ემუქრება. აი მათ ტვინებში, მათ აი ჩაცემენტებულ ტვინებში ვერ შედის ერთი რაღაც, რომ აი დოდოშკას მერე რომ მიადგებიან, რომ ისფერი პომადა არ გისვია, რაც მე მომწონს და ამიტომ გიჭერო, ამას ვერ ხვდებიან, რომ იმხელა საფრთხის წინაშე დგას ყველა. არ აქვს მნიშვნელობა, კოცი ხარ, მარსიდან ხარ თუ სხვა პლანეტიდან, არ აქვს მნიშვნელობა. ისეთ სახელმწიფოში შეიძლება აღმოჩნდეთ და ნაწილობრივ უკვე ვართ, რომ ჩაცმიდან დაწყებული მოქმედებებით, ფიქრით და ლაპარაკით დასრულებული ყველაფერში შეგზღუდონ. ამას გადამეტების გარეშე ვამბობ, ხალხო, დააკვირდით რა ხდება.